გესალმებით, დღეს არის 4 შაბათი, მე სამშაბათს მომხდარი ცხის ნახევარზე, მაგრამ აუცილებლად ეს დღე რო არ გამეკეთებინა, მე ხვალ არის უწმინდესის პატრიარქობის 37 წლის თავი და ჩვენ ყოველთვის ტრადიციად გვაქვს ხოლმე რომ ეს გადაცემები ეძღვნება ხოლმე მას და ის რომ არ იყოს ალბათ ჩემი გადაცემა ხო საერთოდ არ იარსებებდა და არც ეს გადაცემა არ იქნებოდა და საქართველოს არ იქნებოდა ისეთივე ლამაზი როგორც დღეს არის და მე არ შემეძლო დღეს ეს გადაცემა არ გამეკეთებინა და მინდა რომ ყველა ჩვენ თანამოქალაქეს მიულოცო ეს დღე და მინდა რომ უსურო ბედნიერება და სიხარული ჩვენს უწმინდეს და მე დღეს ამაყი ვარ რომ ის სახეს ესე ვახსენებ და რავი მოვიწვიეთ დღეს მამა შალვა კეკელია ვინ უნდა მოგვეწვიათ ხო ფიქრობდი მაგრამ სულ მამა შალვა მოდის და ამაზე უკეთეს ვის მოვიწვევდი მამაო ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მოგზანებისათვის და რა ვიცი დღეს მინდა რომ აი ამ დღევანდელ გადაცემაში ადამიანებს კიდევ ერთხელ საშუალება მივცეთ იმისა რომ მოეფენონ ჩვენ უწმინდეს ვინაიდან ხვალ არის ისეთი გადატვირთული დღე იქნება რომ ხვალ ვერ მოვახერხებდით და თუ შეიძლება მამაო რო ვისაუბროთ უწმინდესზე და რა ვიცი გიორგი პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის ღმერთმა დაალოცოს ადამიანები ვინც ამ გადაცემას უყურებს ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერი ჩვენ ბედნიერები ვართ ქართველები იმით რომ თუნდაც იმით რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის ილია მეორე და ანუ ხვალინდელ დღეს 25 დეკემბერს საქართველოს ეკლესიამ მისი უწმინდესობა აირჩია პატრიარქად და ეს პატრიარქად მას ხელი დაესხა 37 წლის წინ და მე როგორც ასრულო პირი ადამიანი რომელსაც ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო ჩემი ერი მე ბედნიერი ვარ იმით რომ მიწევს ცხოვრება იმ დროს იმ ეპოქაში როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია ილია მეორე მე შეიძლება აღმენიშნავს ეს და მithქვამს რომ იყვნენ ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ ამბროსი ხელაიას დროს იყვნენ ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ წმინდა პატრიარქი კირიონი საძაგლიშვილის დროს და დღეს ჩვენ გვიწევს იმ პერიოდში ცხოვრება და იმ დროს ცხოვრება როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია ილია მეორე რატომ მინდა ეს თქვა იმიტომ რომ იცით რომ პატრიარქს რა პერიოდში მოუწია მოღვაწეობა რომ თავის პატრიარქობის რა პერიოდები გაიარა მან გაიარა კომუნისტური რეჟიმი გაიარა მე ეს ურთულესი დრო როცა იყო ძმათა მკვლელი ომები და უამრავი რაღაც ესეთი აი ძალიან ისეთ ქარტეხილებში მოუწია მის პატრიარქობა და მთელი ეს მისი პატრიარქობა იყო ძალიან დიდ სიბრძნესთან დაკავშირებული და ეს სიბრძნე ადამიანისა მომდინარეობს მისი ლოცვის მადლიდან მისი რა დამოკიდებულება აქვს ადამიანის ღმერთთან და რით ცხოვრობს ადამიანი ღმერთი ანუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი და ჩვენი პატრიარქისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ის თუ რით ცხოვრობდნენ ქართველები თუ რით ცხოვრობდნენ ადამიანები რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ იცით რომ თუ მარტო პატრიარქი მარტო ქართველების პატრიარქი არა პატრიარქი არის იმ ადამიანის პატრიარქი ვინც საქართველოში ცხოვრობს და ვინც საქართველოში არ ცხოვრობს ანუ ვინც საქართველოს გარეთ არის იმიტომ რომ პატრიარქი ხშირად იხსენებს აფხაზებს ოსებს ძალიან თბილად ექცევა მათ და ყველა ადამიანს ვინც საქართველოში ცხოვრობს ეს იქნება აფხაზი, ოსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, თურქი, ნებისმიერი ადამიანი ვინც აქ ცხოვრობს, პატრიარქი ყველასთვის პატრიარქია. მას ყველა უყვარს, ვის ყველა სიმართლე გამოხატავს თავის პატივისცემას და თავის უდიდეს სითბოს და სიყვარულს და მე ძალიან ბევრი მოსწრე ვარ იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვა რელიგიის ამსარებელი, თუნდაც სხვა სარწმუნოების, სხვა ეროვნების პატრიარქს ამას გამრჩევლობა აქვს, როგორც ადამიანის ვარ დამოკიდებულებაში. ის ყველას ერთნაირად ექცევა, ის ყველას მათ გამოხატავს ძალიან დიდ სითბოს და სიყვარულს, მაგრამ ამავე დროს პატრიარქი არის თავისი სარწმუნოების, თავისი რწმენის ძალიან დამცველი და მთელი მისი ეს პატრიარქობა და მისი ეს მოღვაწეობა, რაც მან დაიწყო თავის რაც მოინათლა ალბათ იმ დღიდან მოყოლებული და რაც აი გააცნობიერა ეს თუ ვინ და რა იყო, იმის შემდეგ პატრიარქი მთელი არსებით ცხოვრობს იმის რომ ღმერთთან გამართლდეს. რომ ღმერთის წინაშე მის ცხოვრება მისაღები იყოს და თუ გინდა რომ ღმერთის წინაშე შენ ცხოვრება მისაღები იყოს, მაშინ შე ყველაფერი უნდა გააკეთო ის, რაც ღმერთს გაახარებს. და პატრიარქი მთელი ცხოვრება ცხოვრობს ისე რომ ღმერთი გაახაროს და როდესაც ადამიანი ღმერთს ახარებს, ის ახარებს ყველა ადამიანს. ყველას უხარია, ვისაც ღმერთი უყვარს, იმათ ყველას უხარია ეს ყველაფერი. მაგრამ ვინც ღმერთს მტრობს და ვინც არის მოწინააღმდეგე ღმერთისა, მათ პატრიარქის ცხოვრება ძალიან არ აწყობთ. და ეშმაკი მოწინააღმდეგეა იმის და ეშმაკი არის მტერი კაცობრიობისა და ადამიანები რომლებიც ხშირ შემთხვევაში აკეთებენ ეშმაკის საქმეს, ანუ მათ ისინი ებრძვიან კიდევაც პატრიარქს და მათ არც აწყობთ ადამიანების არსებობა, მით უმეტეს პატრიარქისნაირი ადამიანის არსებობა და ძალიან ხშირად ალბათ ძალიან მცირე ალბათ საქართველოში ვინც ხედავს პატრიარქის ცხოვრებას, როგორც ცხოვრობს პატრიარქი, რითი მოღვაწეობს, მისი თუნდაც მის ნებისმიერ გამონათქვამს ქადაგებაში იქნება ეს თუ რაღაც განცხადება იქნება, ყოველთვის ჩანს ძალიან დიდი სითბო იმ ადამიანის მიმართ, ვისაც პატრიარქი მიმართავს. უდიდესი სიყვარული გამოშვეს მისი თვალები და მისი სიტყვები და მისი გული და ყოველთვის მოდის ეს სიტყვა და სიყვარული და ამას თითოეული ადამიანი გრძნობს. ყველა გრძნობს ამას მის მიმართ ამ დამოკიდებულებას და ალბათ ამიტომაც ის მოუწინესოა მოიპოვა უდიდესი სიყვარული ერში და
რამდენი წელია პატრიარქი ალბათ ეს გამოკითხების იმაში ყოველთვის ლიდერია ყველაფერში და ანუ ლიდერი აგაგებით რომ ხალხს იმედი დობის ის ყველაზე მეტად პატრიარქის აქვს. იმიტომ რომ ენდობი ისეთ ადამიანს ვინც იცი რომ შენზე ფიქრობს. ვინც იცი რომ შენზე ზრუნავს, მას ენდობი. როგორც ახლა ის შვილი მშობლის მიმართ ხო როცა ხედა რომ მშობელი შენზე ზრუნავს, შენ მას ენდობი კიდევაც რომ გინდა რომ მან მოგხედოს და მოგიაროს და შენი ყველაზე დიდი დასაყრდენი შენი მშობელია. როცა მშობელი შენზე ზრუნავს. ესეთივე დამოკიდებულება აქვს ალბათ ერთ თავის პატრიარქის მიმართ და მე ბედნიერი ვარ რომ და ყველანი ალბათ ბედნიერები ვართ იმით რომ ესეთი პატრიარქი გვყავს ყველას და მინდა რომ უსურო ჩვენს პატრიარქს დიდხანს სიცოცხლე რომ მოერთად დიდხანს გვიცოცხლო ჩვენი პატრიარქი იმიტომ ერთადერთი რაც შეიძლება ვითხოვოთ პატრიარქს არის დიდხანს სიცოცხლე იმიტომ რომ თან ეს სიცოცხლე მას კი არ გჭირდება მის სიცოცხლე გჭირდება ჩვენ თვითონ ჩვენ გჭირდება ძალიან ბევრი მიფიქრია იმასთან დაკავშირებით რომ აი სულ ფიქრობ ხოლმე ჩვენს ამდენჯერ მიფიქრია რომ აი ღმერთმა დაიფაროს პატრიარქი რომ გავიდეს ამ ქვეყნიდან და რა მოხდება და რო დაფიქრებ რომ ამაზე პატრიარქზე კი არ ვფიქრობ ჩემზე რომ მე რა მეშველება მე პატრიარქი რო არ იქნება ანუ აი მე რა დღეში ჩავარდები ანუ მე როგორ დღეში ჩავარდები ანუ შეიძლება პატრიარქს უნდა კიდევაც უკვე რომ ამ 8 წლის შემდეგ რო ღმერთთან წარდგეს და უნდა რომ ეს თავის ნამუშე მოიგოს ღვთის წინაშე მაგრამ ჩვენ არ გვინდა ეს წავიდეთ მე დამაკლდება ის ძალიან შეძ მიფიქრე ასთან დაკავშირებით აი ადამიანს შვილი გარდაეცვალა აი დედები არ რომ შვილი გარდაეცვალა და მათ ძალიან ტკივა თავის შვილს გარდაცვალება მაგრამ მე რომ მათთან მისაუბრია დასკვნა გამოგვიტანია მას შვილის გარდაცვალება კი არ ტკივა იმდენად მასც არ არის შვილი აქ ეს ტკივა მას უფრო იმიტომ რომ ის ვერ ხედავს ის ვერ ეფერება ის ვერ ეხუტება და ესეთივე დამოკიდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენთაგას პატრიარქის მიმართ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დაგვაკლდება მისი ხელი მას არ დააკლდება ჩვენ დაგვაკლდება მისი ამ ქვეყნიდან წასვლა გახსოვთ ხო თქვენი ილია მართლის სიტყვები ილია ჭავჭავაძის სიტყვები როდესაც გაბრიელ ქიქოძეზე თქვა როცა გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა ადამიანმა ამ ქვეყანაზე ისე უნდა იცხოვრო როგორც გაბრიელ ქიქოძე მიცხოვრა როგორ იცხოვრა გაბრიელ ქიქოძემ ადამიანი როცა იბადებაო მისი დაბადებაო ყველას უხარიაო და ყველა ხაროს როცა ადამიანი იბადებაო მაგრამ მხოლოდ ის ტირისო ვინც იბადება მხოლოდ ის ტირისო ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაზეო რომ ყველა ტიროდესო და ყველა შემოგტიროდესო და მხოლოდ შენ გიხარიო რომ შენ ეს 8 წელი მოიპოვე და ისე წარდგები ღმერთის წინაშეო ანუ ისე უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაზე და მაგრამ ეს ყველაფერი დაგვაკლდება ჩვენო ანუ ჩვენ ანუ გაბრიელ ქიქოძე დაგვაკლდა ჩვენო თუ გაბრიელს უდესიკეთი არის ყველაფერიო ესევე პატრიარქის ცხოვრება თითოეულ ჩვენთაგან ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თვითნაცვლად ძალიან თითოეულ ჩვენთაგან სჭირდება, იმიტომ რომ გვინდა ჩვენც ყველას უნდა ეს რომ პატრიარქი მოისურვოს ამ დაალაგებულ, დაწყობილ ქვეყანას რაღაც ამდენი შრომის შემდეგ, ამდენი ჭირვანამი გადაიტანა მან თავის ერთად. და ალბათ ღირსია იმის და ჩვენი ქვეყანა ღირსია იმის რომ ერთხელ სამუდამოდ ნახოთ რომ რაღაცა დაალაგებული ეს ქვეყანა, დამშვიდებული ქვეყანა რომ კიდევ ეს კატაკლიზმები რაღაც ამ ქვეყანაში აღარ იყოს. და მე უსურვებ ჩვენს უწმინდეს რომ დიდხანს სიცოცხლეს მან და კიდევ მეორე 37 წელი შეძლოს ჩვენი ეკლესიის მართვა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ის რომ იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 37 წლის განმავლობაში. რამდენი ტვირთია ეს ჯერის კი არა უბრალოდ მოწყრობაა რთული, უბრალოდ გდელი რო ხარ და რამდენიმე წელი გდელი რო ხარ, ესაა რთული და ესაა ძალიან დიდი საპასუხისგებლო და ძალიან ბევრი ტკივილი და დარდი გადადის შენზე. ერის იმ რევლის, რომლის ნაწილსაც შენ ული შენი ეპისკოპოსის ზემოქმედობის ქვეშ. ამ ცირედი მრევლის პატრონობაა ძალიან რთული და მათი ტკივილების მოსმენა ძალიან რთული და მათი შველა და მათი დახმარება. და წარმოიდგინე ახლა როცა შენ ხედავ ერის პრობლემებს, ერის ტკივილს, რა დღეშია ერი, როგორ იღუპება ეს ადამიანები და რამდენი ტკივილი გადის მასზე. ჩვენ ხედავთ რას, გარეგნულად ხედავთ რას, რომ პატრიარქი მოდის წირვაზე, დგება, რაღაცა ემოსებას შესამოსაში გამოდის წირავს, მაგრამ იმის იქით რამდენი ტკივილია, ამას ვერავინ ხედავს. რა ტკივა, როგორ ტკივა, რამდენი ღამე გაუთენებია მას თავის ერთზე ფიქრში, თავის ქვეყანაზე ფიქრში, რამდენი ტკივილიანი ღამე, რამდენი წრემლიანი, რამდენჯერ ალბათ ბევრი ადამიანს უნახავს, რომ პატრიარქი როგორ ტირის თავის ერის, თავის ქვეყანისთვის, რომ ხედავს ამ მდგომარეობას და ძალიან შეგვიძლია თქვენ მისი განცხადებები, როდესაც ვიღაცა პატრიარქს ამბობს, პატრიარქი პირიქით მას კარგად იხსენებს. და ევედრება ღმერთს, რომ ის რაც მასშია, ის განაწყობს. ჩემ წინათ რომ ის ადამიანი ძალიან კარგი შეიძლება იყოს. უბრალოდ ის რაც მასში დაიბუდა ის რაც მტერია კაცობრიობისა ხო ის ალაპარაკებს მას ესე და ყველას მე ძალიან დიდი სიტყვა აქვს პატრიარქს და მერტმა დიდხანს გვიცოცხლოს და მერტე შეეწევს მის ცხოვრებას და დღეს ახლა ჩვენ რო აგვზივართ პატრიარქი სიონში ლოცულობს ახლა და სახურებას აღოსო ჩვენი ერისთვის და მერტმა დაალოცოს ყველა ადამიანი ვინც პატრიარქთან ერთად ლოცულობს დღეს და ევედრება ღმერთს იმისთვის რომ ჩვენ მოუწმენდესმა დიდხანს სიცოცხლოს ამ ქვეყანაზე და დიდხანს იყოს ჩვენი ეკლესიის საჭიწყრობელი. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო, ესეთი ლამაზი სიტყვებისათვის. მამო, მეც ვფიქრობ, რომ აი ღმერთმა რაღაცა აი ამ გაჭირვებულ ქვეყანას, რაღაცა
ნუგეშის სახით მოგვივლინა ეს ადამიანი და მე რო გავიხედები ხოლმე და რო ვფიქრობ რომ მე იქ ვარსებობ სადაც ეს ადამიანი დადის ან სადაც ის წირავს და მე იქ ვარ ხოლმე წირვაზე და სიტყვა შემილია რომ დავინახო ეს ადამიანი იქ ყველა ტკივილი რაღაცა მიქარწყდება რაღაცნაირად აღარ არსებობს ჩვენთვის იმის იქ არ ვიცი ხა მე ამაზე დიდი საჩუქარი ღმერთს თუ საქართველოსათვის გაუკეთებია მე არ მგონია რა მე რასაც შევესწარი ამაზე დიდი მე არაფერი არ მინახავს და ფიქრობ ამას კიდე წლები იტყვის კიდე ძალიან ბევრს იმიტომ რომ რა თუ რამე არსებობს მამაო კარგი შეიძლება რაღაცა შეიძლება პოლიტიკურად რაღაცა ჩანდეს რაღაცეები რო კეთდება მაგრამ სულ ყველაფერი კეთდება რაც კარგი გაკეთდა ნებისმიერ ამბავს სულ მისი ლოცვა კურთხევი და მისი ლოცვით რაც კი კარგი გაკეთებული მე აი არ შევწრები ვარ ისეთ მომენტს რომ მას არ ელოცოს იმაზე რომ ეს თვალზე ვიღაც სუჭის თითოეული ჩვენთაგანის აი ოჯახის წევრია იმიტომ რომ ყველაზე ლოცულობს ყველასთან არის და აი ნებისმიერი ადამიანი ხო ვინც კი მოისურვებს რომ მისი გაჭირება უწმინდესამდე მივიდეს აი რამ ხელაზე დიდი არის რომ მისი გაჭირება უწმინდესამდე მიდის ხო და უწმინდესი ამას ეცნობა და ეს მე არ ვიცი ახლა ვის შეუულია მე მხოლოდ მე ეგეთი ვიცი რომ სიტყვაზე ზემოთ ზეციურ ზეცაში ხდება ესეთი რაღაცები რომ შენი გაჭირება ყველა ნაბიჯი მიდის ზეცამდე და რა ვიცი აი ეს ადამიანი არის ჩვენი ზეცის საჩუქარი არის და აი მადლობ ხოლმე კიდევ ერთხელ ღმერთს რომ ესეთი ადამიანი არსებობს მე არ ვიცი ხა რაზე შეიძლება რომ დავიწუწუნო აი რა უნდა მომივიდეს რომ ის ადამიანი რო ვიცი არსებობს ნუ ამის იქით ვეღავლავ მე მიჭირს ხოლმე უწმინდესი საუბარი თქვენ იცით ეს მამა თუ შეიძლება კიდე რა აი ჩვენს მე ღვთის მადლით რაღაცა მომიწია მე უნდა სახურობა სტიქაროსნობიდან 96 წლიდან სტიქაროსნობდი მე დიაკვნობა მღვდლობა მასთან ერთად მომიწია რაღაც ცხოვრება რომ მომიწია მორიგეობა მასთან რაღაცა ძალიან მქონია შეხება მასთან და მთელი ეს წლები რაც მე არ ვიცი მე ადამიანს აი ვინ იქნება ესეთი ვის შეუულია ესე რომ ემსახუროს ერთ და ქვეყანას აი ძალიან რთულია იმიტომ რომ ისე დამოკიდებულებები აქვს მას რომ აი ერთ-ერთ მაგალითს მოყვები თუნდაც რომ აი ერთხელ მახსოვს მის მოწვევასმა დაგვავალა რომ შობის წინადღეები იყო და ეს მათხოვრები ქალაქში იყო ყველა მოიყვანეთო ჩვენთან საპატრიარქოშიო და მოუყვანეს მათხოვრები ქალაქში თუ იმე სიონთან ან სად ქუჩაში დგანან ეს მათხოვრები ყველა მოიყვანა იქ და გაუწყო ისეთივე სუფრა როგორცაც უწყებენ აი როცა პრეზიდენტი მოდის სტუმრად საპატრიარქოში ან აი როგორც აიწყო დიდი ბანკეტი სუფრა ისეთივე სუფრა გაეწყო მათთვის და პატრიარქი იჯდა მათთან ერთად აი არ ისეთი სანახავი იყო ეს ყველაფერი მე იქ მათხოვრები ადგნენ იცეკვა პატრიარქს ეკვა მიუწვეს რაღაცა იმღერეს რაღაცა აი ისეთი საღამო იყო რომ მე ეგეთი თბილი საღამო აი იშვიათად თუ მახსოვს საპატრიარქომდე და აი და ეს ყველაფერი იყო მისი უწმინდესობიდან წამოსული რომ აი ეს სითბო და სიყვარული მათ მიმართ ანუ პატრიარქს არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა ფენის არის წარმომადგენელი რა მდგომარეობაშია ყველას ერთნაირად ექცევა პატრიარქი ყველა ადამიანს ერთნაირი სითბო და ერთნაირი სიყვარული ერთხელ ასე საპატრიარქოში ტოლულებმა რაღაცა ქუჩაში გამოვიდნენ და დარჩენ ქუჩაში კაროები გაშალეს და იქ ეწინათ მინებიდან გამოსახლება იყო ტოლულების უშვებდნენ რაიონებში გადაასახლეს მაშინ ტოლულები და ამ რაღაც ეს ჯგუფი არ წავიდა რაიონში საცხოვრებლად და მოითხოვეს რომ ქალაქში მიეცათ მათთვის ბინები. და სახლები ქონდათ აქ შვილები მათ შვილებს სკოლაში სწავლობდნენ რაღაცა არ უნდა რომ წასულიყვნენ სხვაგან და ქუჩაში ქონდა კაროები გაშლდა. პატრიკმა რომ გაიგო რომ ქუჩაში იყვნენ პატრიკი მივიდა მათთან და ესენი წამოიყვანა საპატრიარქოში და საკონფერენციო დარბაზი იყო საპატრიარქოს ეზოში და იქ შეუშვეს ტოლულების იყო საცხოვრებლად შეუშვა იქ. და ყოველ დღე იქ მიდიოდა მათთან ერთად ამოწოდა საჭმელს ჭამდნენ კარგად თუ არ ჭამდნენ საჭმელს ერთხელ მახსოვს პატრიკთან ერთად ვიჯექ ტრაპეზთან ტრაპეზობდი და უცებ გაჩნდა პატრიკო ჭამდა ესე და ახლა ჩვენ რო ჭამთ მაგათო აქვს თუ საჭმელიო რაც ახლა ქარის მაგიდაზე ყველაფერი ალაგე და მას წავუყეთო და ეს ყველაფერი წაგვაღებინა და მე თვითონაც ჩამოვიდა ქვევი და ნახა ეს ნახა ეს მოეფერა ყველას და ნახა ერთი ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი იყო ფეხსაცმელი ქონდა დახეული ფეხსაცმელი ეცვა და უცებ წამოიყვანა ეს თავის მის მოწმინდესო ამოიყვანა თავისან ზევით და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფეხსაცმელი რა მეკონდა ეს ის ადგა ჩააცა ხო ეჭვი და რავი რამდენი რამის გახსენება შეიძლება ესეთი მის უწინდეს დაკავშირებით რამდენი სიტყვა და პავლეს ის ძალიან შეად მომყოლია გამბოვი და ძალიან შეტყვები ხოლმე ამ ისტორიას ეს ერთ-ერთი ის იყო ჩემთვის თავი გამეორება გისცემ თუ ბიჭი მოვყევით ამ ეთერში ეს მოდი საერთოდ კიდე რა თქვენ როგორც შეგვარენ და მისაც ეს არ აქვს მოსმენელი ისტორია შეიძლება მოვყვეთ ეს ისტორია რომ ერთხელ მახსოვს საპატრიარქოში ვალაგებდით ყვავილებს მოსულიყო სტუმარი და მოსულიყო ერთ-ერთი საპატრიარქოში და
გვინდოდა რომ ზამთრის ბაღში ეს ყველაზე ლამაზი ყვავილები თუ რამე იყო, ყველა წინა მხარეს ყოფილიყო, ანუ წინა პლანზე ყოფილიყო ეს ყვავილები, რომ გამოჩენილიყო ლამაზად ეს ყვავილები. და ვალაგებდით ამ ყვავილებს. ჯერ ერთი ყვავილი დავდებით წინ, მე უწმინდესმა თქვა რომ არა, ეს არა, მოდი ეს უფრო ლამაზია და ეს გადმოდეთ, ეს გადმოვწიეთ უკან, ეს დავდებით და ეს თელი საათი ვერ დავალაგეთ ეს ყვავილები. ყველა ერთმანეთზე უკეთესი ყვავილი იყო და ხან ამას დავდებით, არა ეს ჯობია, ამას გადმოწევდით უკან, მე ამას დავდებით და ეს ვალაგეთ თელი საათი და უცებ ჩაჯდა მის უწმინდესობა სავარძელში და უყურებს ამ ყვავილებს და შეხედა ეს რამეს ამბოსო. ნახეთ ეს ყვავილებიო, როგორ ქართველები ვით არიან. ყველა ერთმანეთზე უკეთესიაო, ყველა ერთმანეთს ჯობიაო. მაგრამ ყველას უწიყოფნა უნდა ვინმე ზოგა რო დააყენო იმას მე გულით კი ვარო მე რატო დამაყენო მე წინ დამაყენო და ყველას ერთხაში ხო ვერ დავაყენებო ვიღაცა ხო ვიღაცაზე უკან დაიყოს და ეგრე გამოუტანა ეს დიაგნოზი ამ პატარა სიმაშიც კი აი ამ ნათქვამშიც მთელი ერის დიაგნოზი იყო და დასმული აი სიყვარულიც ერის მერ გამოხატული თან ეს ნიჭიერებაც და თან კიდევ ჩვენ ქართველები რას ართმობთ ანუ რისი დათმობა არ გვინდა რომ გვინდა რომ ის კი არა მეც მინდა წირო იყო მეც მინდა ყველას ერთ მდგომარეობაში ყოფნა წილი წარმოუდგენელია ვიღაცას უკან უნდა იყოს ეს ჩვენ კიდევ ქართულს არ შეგვიძლია რაღაცა და ამაზე თავის გამოხატა და მე რას ფიქრობ მაინც აი დამოკიდებულება აი ჩვენ რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს უწმე ხშირად ვფიქრე ამაზე ძალიან ხშირად ვფიქრე ამაზე რომ მაგალითად ჩვენ ვამბობთ რომ უწმენესი გვიყვარს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე რომ აი ჩვენ ძალიან გვიყვარს უწმენესი უკვე დღეს თითქმის არ არსებობს სუფრა ეს უკვე გელხის სუფრა იქნება ეს ქორწილი იქნება დაბადების დღე იქნება თუ სადმე მე არ ვიცი სადაც მოხვედრე არ ვიცი ალბათ მე რო ხტები სულაზე იმიტომ ალბათ სასურველი იმიტომ ამბობ თუ არა გამიგია რომ სხვებიც რო ძლებიან სუფრასთან ყველანი მეორე მესამეს პატრიკს ადაგზელო ყოველთვის თქმება ხოლმე უკვე თითქმის ყველა ამბობს უკვე პატრიკს ადაგზელოს მაგრამ მე რას ფიქრობ აი ჩემი აზრით რა არის აი რა არის პატრიკის დღეგრძელობა ანუ ჩვენ ყველანი ვამბობთ რომ პატრიკი გვიყვარს ყველა ვამტკიცებთ ამას რომ ჩვენ პატრიკი გვიყვარს და ჩვენ მის მიმართ გამოხატავთ უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას პატრიკის მიმართ მაგრამ რაში გამოიხატება შენი პატივისცემა პატრიკის მიმართ გამოიხატება შენი პატივისცემა იმაში რომ შენ აკეთებ იმას რაც პატრიკს უხარია და თუ შენ ისე არ იქცევი და ისე იქცევი რომ პატრიარქოს გულს ტკენ შენ საქციელით მაშინ როგორ გიყვარს პატრიარქი აი მაგალითად მე მყავს შვილები ხო და ჩემი შვილები მეუბნება რომ მამიკო ძალიან მიყვარხარ და ძალიან პატივისცემ შენ და რა დაიქცევიან ისე რომ ჩვენს მიმართ არანაირი პატივისცემას არ გამოხატავენ თავენ საქციელით სიტყვებით უნეუნებიან ამას მიყვარხარ მოდიან მეხუტებიან კოცნიან მაგრამ მათი საქციელი და მათი სიტყვა და მათი ეს უნდა შეხუტება არ შესაბამება ერთმანეთს ძალიან განსხვავდება ერთმანეთსაგან იმიტომ რომ ჩემი შვილი შეიძლება არ სწავლობს ან ეზარებას სწავლა რაღაცა და ამ დროს მეუბნება რომ მიყვარხარ მამა და როგორ გიყვარვა როცა შენ იმას არ აკეთებ რაც მე ძალიან გამახარებს მარტო სიტყვა ხო არ გამახარებს მარტო ეს კოცნა ხო არ გამახარებს შეხუტება ხო არ გამახარებს ანუ შენმა საქციელმა უნდა გამახაროს მე ანუ ჩვენ სასულიერო პირები მაგალითად გულს ტკენთ იმით ხო თუ რომელიმე სასულიერო პირი არ იქცევა ისე როგორც პატრიარქს უნდა იქცევოდეთ როგორც თავარი ღმერთს როგორც უნდა იმიტომ რომ პატრიარქს უნდა ის რაც ღმერთს უნდა ანუ პატრიარქი მარტო ესე პატრიარქს უნდა ის რაც ღმერთს სურს ჩვენზე და ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ რაც ღმერთს გაახარებს ხო მაშინ ჩვენ პატრიარქსაც ვერ გავახარებთ ანუ მე თუ არასწორად ვიქცევი მე თუ არ ვიქცევი ისე როგორც სასულიერო პირს ეკადრება და მეც ალბათ კი არა ძალიან ბოჭი ვატკინე მის უწმენესობას გული ღმერთსაც ძალიან ბოჭი ვატკინე გული ჩემი არასწორი საქციელით რაც ჩემ გლობაში გამოიხატა ჩემი დამოკიდებულებაში და მე ხშირად ვაღიარებ ამას იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი რომელმაც არ ცოდოს და არ ცხონდეს მაგრამ შენ უნდა გესმოდეს ის რომ შენ უნდა იქცეოდე ყოველთვის სწორად შენ ღმერთისთვის შენ საქციელი მოსაწონე უნდა იყოს და თუ დაინახავ რომ შენ ეს საქციელს შადიხარ რომელიც ძალიან ატკენს ღმერთს გულს მაშინ შენ ამ საქციელზე ვარ უნდა თქვა და შენ ამ საქციელის გამოსწორება უნდა დაიწყო სხვანაირად შენ ღმერთის წინაშე და პატრიარქის წინაშე ვერ გამართლები იმიტომ რომ პატრიარქი აკეთებს იმას რაც ღმერთს უნდა და შენ ამისთვის უნდა იყოს ესე წერია 60 კულეში რომ პავლემ აღარ გალატელთა ეპისტოლეში გონი რომ თქვენ უნდა იქცეოდეთ ისე რაც ღმერთს სათნო ეყოფა ანუ შენ თუ ფიქრობ იმაზე აი ღმერთისთვის რა იქნება სათნო ანუ ღმერთს აი შე მე ვიქცევ დღეს თუნდაც ვაკეთებ ამას ეს ჩემი საქციელი ღმერთს სათნო თუ არა სათნო აი როცა ადამიანი ამაზე ფიქრობ რომ ღმერთთვის შენი სათნო მისაღებია თუ არა მისაღები მაშინ უკვე შენი ცხოვრება ყველას მოსაწონე და მისაღები იქნება და ჩვენი პატივისცემა პატრიარქს მათ გამოხატული იქნება ის რომ ჩვენ ამ ცნებებს რაც ღმერთმა დაგვიდგინა ჩვენ ამ ცნებებს დავასრულებთ პედაგოგი იქნება რომელიც აი ამბობს პატრიარქი ძალიან მიყვარს, კარგი პედაგოგი უნდა იყოს და გულიანი პედაგოგი უნდა იყოს. იმ მერს და იმ ხალხს უნდა ზდიდეს, რომელიც მას აბარია და თელი არსებით უნდა იხარჯებოდეს თავისი მოსწავლეებისთვის. ეს იქნება მისი პატივისცემის გამოხატულება თავისი პატრიარქის მიმართ. მაგალითად ექიმია და ამბობს რომ პატრიარქი ძალიან უყვარს მას და რაღაცა გიждები პატრიარქზე. ხო, რაღაცა ყველგან კაბინეტებში შედიხარ პატრიარქი მიყვარს ამ დროს პაციენტ შეიძლება ისე უგულოდ მოექცეს და არანაირ დამოკიდებულება არ გამოხატოს ამ დროს აი პატრიარქი და პატრიარქთან გადაღებული სურათი შეიძლება ეკიდოს რა რაღაც ამ დროს არანაირ პატივისცემას არ გამოხატავდეს იმ ადამიანების მიმართ
ვისი პატრიარქიცა პატრიარქი. ანუ ვის სამრევლო ვის იმ რეალს უყურებდა ეს როგორ უნიტკივა პატრიარქი ეს როგორ რაღაცა ეხლა მე რო ვიღაცა რო პატივს ცემდეს ახლა და მე რო მომენტა მამაშალა ძალიან მიყვარხარ და ჩემ შვილს თავში ურტყამდა და ჩემ შვილი ორ აინტერესებდეს ახლა მე როგორ უნდა გიყორდეს შენ თუ ჩემი შვილი არ გიყურს ეგ არც მე არ გიყარ უბრალოდ მე გიყარ იმის გამო რომ ჩემ რაღაცები გჭირდება და ჩემ შვილს ვერაფერს ვერ იყენებ ამიტომ ჩემ შვილს ამიტომ პატივს არ ცემ და ადამიანი როცა ესე იქცევა მას პატრიარქია ერთი წამითაც არ უყვარს და ამის ძალიან ხშირი მაგალითი გვაქვს შენ ხედავთ ამას რომ ადამიანები პატრიარქთან ხშირად არიან, პატრიარქს ეფერებიან, პატრიარქსა და ამ დროს 10 საქციელი, სულ სხვა საქციელია და სხვა დამოკიდებულება და მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ ამ ადამიანის პატრიარქი უყვართ. იმიტომ რომ იქიდან გამოსული შენ სხვანაირად იქცევი და შენ სხვა საქციელი ცხოვრობ, შენ პატრიარქი არ გიყვარს. შენ პატრიარქს პატივს არ ცემ, იმიტომ რომ შენ ღმერთსაც პატივს არ ცემ. და ადამიანი რომელიც ღვთის ცნებებით არ ცხოვრობს, მას არავინ არაფერი არ უყვარს. და ეს არავის პატივს არ ცემს. და აი ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ დღეს საუბრობთ პატრიარქზე. და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეს რომ ჩვენ პატივისცემას ისე არ გამოხატავთ მის მიმართ. მხოლოდ სიტყვებით და მხოლოდ ისე ცხოვრების წესი სხვა ცხოვრების წესი ცხოვრობთ. ამიტომ ეს ხომ ძალიან ატკენს გულს. თუნდაც აი მღლობა რა არის, ხომ მღლობა არის ის რომ შენ იმ მრევლს მიხედავ და მოული მრევლს და შენ ამ მრევლზე ყველაზე იზრუნებ განურჩევლად იმ მისი მდგომარეობისა, მისი შეხედულებისა, მისი იმისა შენ ყველაზე ერთნაირად ზრუნავ. შენ გიდა რომ ყველა გადაარჩინო, შენ გიდა რომ ყველას უშველო. ამით იქნება როგორც ჩემი მღვდლისგან პატრიარქის პატივისცემა, რომ მე მის შვილებს მივხედავ, იმ სამრევლოს მივხედავ, როგორც მის ეპარქიაში მომსახურე მღვდელი, რომელიც მის ეპარქიაში მსახურობს. და ეს იქნება ჩემი პატივისცემა გამოხატული პატრიარქის და ჩემი სიყვარული პატრიარქის გამოხატული. მაგრამ როდესაც მე ვიქცევი სხვანაირად და მის მრევლს არული არ პატრონობ, მაშინ როგორ და დამიჯეროს რომ ეს პატრიარქი მიყვარს. ეს მინდოდა ძალიან მეთქვა, იმიტომ რომ დღეს როგორ შემოვიდა, ეს რაღაც ესე შემოვიდა, ეს აი პატრიარქი რაღაცა მიყვარს, რაღაცა ამ დროს აი სხვანაირად იქცევა, ხო? იმიჯად იქცა რაღაცა, რომ აი ამას ამბობ ამ დროს ცხოვრების წესი სხვა არის შენი. სულ სხვანაირი ხარ, სულ სხვა ზრუნება გაქვს, სულ სხვა შეხედულებები გაქვს, სულ სხვა ფიქრები გაქვს, სხვანაირად ცხოვრობ. და ეს პატრიარქი ძალიან გულს უკლავს, იმიტომ რომ შენ რო არ იზდები, არ ვითარდები ამაში და შენ პირიქით ჩემთან ურთიერთობაში რო ღმერთს კარგავ, მაგათი მე მოწყარი ვარ, ხო? და ჩემთან მრევლი მოვიდა და ჩემთან ურთიერთობაში მარო ღმერთი დაკარგა, ეს ჩემთვის უკვე ძალიან დიდი ტკივილია. ან მიზეზი მე ვარ, ან მიზეზი ის არის. და ეს ძალიან რთულია. ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, მე როგორც ერთ-ერთი სასრულებელი, უნდა დავეხმარო პატრიარქს იმაში და მე მის მიმართ სიყვარული უნდა გამოხატო იმაში, რომ მე თელი ერთგულებით ვემსახურები ღმერთს. და ბოლომდე დავიხარჯე მის სამწყოსთვის და მე მის სამწყოს ბოლომდე მივხედავ, რომელიც მას ღმერთმა ჩააბარა. და მე მის ჩააბარებულ სამწყოს მივხედავ და მოვლ და უპატრონებ. იმიტომ რომ მე მისი შვილები ძალიან მიყვარს. ეს იქნება ჩემი პატივისცემა გამოხატული მის მიმართ. ამით გამოხატავ პატივისცემას ჩემი უწმინდეს მიმართ, ჩემი პატრიარქის მიმართ. და სხვანაირად წარმოუდგენელია ეს მარტო რომ ვისაუბროთ იმაზე რომ გვიყვარს ეს ჩემი აზრით ალბათ ეს იქნება, რა ქვია, აი ფორმალური რაღაცა საუბარი და რაღაცა ტყუილი საუბარიც ღმერთი კიდევ ხედავს გულსაკაცესა და ხედავს სამდე შენ გონებაში რა ხდება და შენ გულში რა ხდება, რას რის გამოვაკეთებ ღმერთი ამას ხედავს და ამას გიყურებს და ამას აფიქსირებს შენში. ძალიან დიდი მადლობა მამა. აი ერთადერთი გადაცემა როცა აი უძლურიო რომ ევლაპარაკობ ხოლმე ესე იმა. რომ აი რავი ჩემთვის უწმინდესი არის ჯერ ხო თან 25 დეკემბერს მამა ხო შობა ხო უწევს რომელიღაც დიახ სხვა რელიგიებში და მე უთხარი მათ რომ რაღაცა ისე უთხარი რომ ჩვენთვისაც შობა არის მე ჩვენ შობა როცა პატრიარქი დაიბადა პატრიარქად დიახ პატრიარქი როცა დაიბადა ეხა ამაზე დიდი მე არ ვიცი რა რაღაცა აი ღვთის მე მაგალითად აი როცა მეუნებიან ხოლმე რომ აი დამიმტკიცე რაღაც ზოგი ათეისტი მელაპარაკება ზოგი რაღაცა რომ აი დამიმტკიცე რაღაცა მეუნები რომ უბრალოდ უწმინდა შეხედე და იქ დაინახავ შენ მის მიღმა ღმერთს რა და მეტი აღარ უნდა ეხა არ ვიცი თუ ადამიანს ძალით არ უნდა დაინახოს ხო ის არის მაგრამ რამდენი რამ გააკეთა ამდენმა რამ გადაიარა მასზე მის აი ჭაღარის თითო ბეწვზე ხო რამდენი რამეს გადაულია და ამდენად კენე წინათ მამა დემეტრი მყავდა აქ მოყვანილი და ესე თქვა რომ შობა დღე იყო წარმოიდგინე შობა თენდებოდაო და დაურეკაო ვიღაცა ქალმაო და დაწყევლაო და ესე მისთვის რა იქნებოდა წარმოგიდგენთ თქვენ ესე უთხრა ხა არც მინდოდა მე თქვა მაგრამ უნდა თქვა რა ეს ვისაც არ უყვარს რავი ცოტა ძნელი არის მაგრამ შენ არ გაგითენდრეც შობაო დამდეგიო ესე უთხრაო და ის მაშინ ყურმილიო თვითონ აიღო უწმინდესმაო და ესეთი რაღაცები აქვს გადატანილი და ამდენი 9 აპრილიდან მოყოლებული და რამდენი რაღაცები წარმოიდგინეთ როგორი ტკინეული რაღაცები და ვიღაცები ისე
აი ჯერ არც დაბადებულან, საერთოდ მისი მე-1000-ედიც არ გაუკეთებია და ისე შეიძლება მოიხსენიონ, ხო? რაღაცა თითქოს არც არაფერი და ამ დროს ის მიხარიათ, რომ აი როგორც ღმერთი ჩვენთან სულ არის ის და ეს ბოროტები მიდიან, მოდიან და ის სულ არის ჩვენთან და არ გტოვებს ხოლმე და ეს მიხარია და ჩემ სულს და გულს უხარია და ეს ძალიან კარგი თემა შეეხე შენ აი ის რომ აი პატრიარქს რო ლანძღავენ ადამიანები და რო ლაპარაკობენ წარმოიდგინე აი შენ კარგად გქოს ისეთი ადამიანები საუბრობენ პატრიარქზე რომლებსაც არაფერი არ გაუკეთებია ერისტო ქვეყნის აი არაფერი არა თუ ერისტო ქვეყნის თავიანთ ოჯახებს არ დახმარებიან და ოჯახში არაფერი არ გაუკეთებია და ისეთი რამე რომ აი და ისეთი ვიღაცა პატარა მართლა ბიჭი ჯერჯერობით რო არ მოუხოცია ცხვირი რო არ მოუხოცია ჯერ და რაღაცა ლაპარაკობს პატრიარქს არჩევს იმას რომ როგორი უნდა იყოს პატრიარქი და რა უნდა აკეთოს პატრიარქმა ის აუროს რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია არაფერზე აი არაფერზე აი არაფერი არ ქონია ცხოვრებაში და ლაპარაკობს რაღაცებზე ჯერ რაღაცა გააკეთე შენ იმის 1% გაიარე რაც მაგააკეთა ერისთვის ახლა დღეს ვიყავი ავადმყოფ ჩემი სულეშვილი ვაზიარე დღეს ავადმყოფოში ვიყავი და მე-10 სართულზე იყო შენ გადმოვიხედე მე-10 სართულიდან და სამება ჩანდა და ტაძრები ჩანდა ერთგვარად ტაძარი და ისა ჩემ მარტო თუნდაც ამდენი ტაძრის აშენება ამდენი სასწრაფო პირის ღვთად კურთხევა ამდენი ეპისკოპოსის გამორჩევა ამდენი ისა პატრიარქი რომ მოვიდა თითქმის არავინ გვერდზე არ ყავდა ერთხელ მახსოვს პატრიარქი ყვებოდა იმას რომ წარმოიდგინეო როდესაც პატრიარქად ეკურთხა ძალიან ბევრი ხალხი იყო იმ დღეს ეცხოველში ანუ ხალხამდელ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იყო 37 წლის წინ ძალიან მაშინ ესეთ ამდენი ახალგაზრდობის უნდა ტაძარში წარმოუდგენელი იყო ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა დაესწრო წირვას დღეს და თელი ხამეო მე ძალიან ბევრი სტუმარი მოვიდა ძველ საპატრიარქოში სიონთარო საპატრიარქოს სადაც პატრიარქი თავიდან დაიწყო მოღვაწეობას როგორც ძველ საპატრიარქოში და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ძალიან ბევრი ადამიანი ტრალოდო დღის განმავლობაში ჩემთან მილოცავდნენ რომ რაღაცას და უცებ დაღამდაო რაღაც უცებ აღმოჩნდა მარტო ამ შენობაშია აი არავინ და საპატრიარქოში იმ დღეს პირველივე დღეს 25 ღამე ანუ უცებ აღმოჩნდა რომ არავინ არ იყო არც ვინმე არც მონაზონი არც მორჩილი არც ყარაული აი არავინ ავსო და ამ შენობაში პირველივე ღამეს აღმოჩნდი მარტო პატრიარქმა თქვა და მაშინ მივხვდიო რომ თელი ცხოვრება მარტო უნდა გამევლო მაშინ მივხვდი იმას რომ აი თელი ჩემი ცხოვრება მარტო მე და ღმერთთან ექნებოდა ეს ურთიერთობაო და სულ მარტო ვიქნებოდიო ესეთი ის იყო დღეს გამოვიდა პატრიარქი ერთხელ მითხრა ეს და აი ღამე პატრიარქთან მორიგებდი ამ დღეს ამალაპარაკა ამაზე რომ აი აი მარტო დარჩინა რომ აი მარტო ვარ ღმერთთან ყველა ადამიანიც ესე ვართ აი ყველა ვართ როგორიც აი ყველა ჩვენ ურთიერთობაში მარტო ვართ ღმერთთან ის ჩვენი ტკივილები ზოგ შემთხვევაში არავინ არ იცის ჩვენს გარდა რა გადადის ჩვენ თავზე რა მხელად ტკივილი გვაქვს მარტო ეს ადამიანი მეტყვით დაუწყეს ესე ლაპარაკი რომ ზოგი უყურებს სამყაროსებ ჭვიალა და რაღაც ესეთი მით უყურებ რომ რაღაც ეს გაქვს ვიღაც ესე გონია და გონია რომ ძალიან მარტივადა მაგრამ ისა ტკივილი ესა პასუხისგებლობა გაქვს ის როგორ ტკივა ერთს ამას იქით ვერ ხედავს იქ შეიძლება მარტო ჩაიკეტები ოთახში როგორ ტირი ხარ ამისთვის რა გატირებს რა წუხილი გაქვს ამას ვერ ხედავს რა მხელად ტკივილს ატარებს და ეს ვიღაცა პატარა ბიჭები და რაღაცა პატარა გოგოები მაგრამ დგანან და ამ ადამიანზე ლაპარაკობენ ესე რომელსაც ამხელა ტვირთი დაედო მხარზე თელი ერის და როგორი ერის და რა მდგომარეობაში იყო ერი მაშინ და ამ ერის ამოზიდვა შენ წარმოიდგინე ღმერთთან დროა მოგეყვანა ვისაც ეს ესმის ოდნავ ქრისტიანობა მათ ესმის რომ ამხელა პრობლემის წინაშე ვიდექით და საიდან როგორ დაიწყო პატრიარქმა მოღვაწეობა რამდენი რამის დათმობა უწევდა პატრიარქს რამდენი რამის თმობდა ის ადამიანს უღიმოდა ვისაც გამარჯვებისმაც კი არ შეიძლებოდა მათ ხო მაგრამ ყველას ეს ეფერებოდა ნენელა ეს შემოაკვეწიტა ეს ადამიანები ეკლესიამდე ნენელა მოიყვანა ის მოფერებით იმით და მე ვიღაც ამბობს რომ პატრიარქის სატო იქცეოდა ძალიან ბევრი შენ არ იცი პატრიარქი მას სატო აკეთებს შენ ამას ვერ გაიგებ იმიტომ რომ შენ იმ სიმაღლეზე არ ახარ რა სიმაღლედანაც პატრიარქი ხედავ შენ იმ სიმაღლეზე ეს როგორ რაღაც იცი ახლა ადამიანი თის წვერზე რო იდგეს და იქთან რო იყურებოდეს რაღაც რო ხედავდეს და შენ რო ქვევით იდგე და იმას რო უსწორებდი იცი რა შენ ესე ნუაძრო შენ ამ აქვევიდან ხედავ ამაზე ვერც ვერაფერს ხედავ შენი თვალის საწერი ამის იქით არ იყურება და ეს ძალიან ზევით არის იქიდან იყურება იქიდან ხედავს და უფრო მეც ხედავს ვიდრე შენ ხედავ ის უკვე იქიდან რო ვიღაც ამოდის იმას ხედავს როგორ მოდის აქამდე და შენ ამას ვერ ხედავ ამას ეუნები ამას ატო აკეთებ იმიტომ იმას უთმობს ზას რო იქამდე მოვიდეს და იმას უსუფთავებს და აქიდან ეძახს რომ შენ გავუში მაგრამ შენ ვერ ხედავ ის რომ მოდის და ამიტომ იმას მარტივად განეკითხავს ატო აკეთებს ამიტომ ძალიან ბევრი მისი ქმედება ძალიან ბევრი რამოდენიმე წლის წინ ეს დაგხვეტრია პატრიარქის სიტყვები რომ ძალიან ბევრად უფრო წინ გავუხედია ვერ იგებდნენ ადამიანები მას რომ რატომ უნდა პატრიარქი ამას ბევრი ყოფილა ისო აი მახსოვს მაშინ სტადიონდა რო დაიწყა ხალხი წინასწარ რომ მოვიდნენ მაშინ თავრობის გადაყენება რო უნდათ მოვიდნენ პატრიარქთან და ელოდებოდნენ პატრიარქი ეთყოდა რომ თავრობა გადააყენეთ
მაგრამ პატრიარქმა ის არ გააკეთა, არაფერი არ თქვა მაშინ. პირიქით მოუწოდა სიმშვიდისკენ და ხალხი დაეშალა. მაშინ მახსოვს რომ ნაწილმა ადამიანებმა ზურგი შეაქცეს პატრიარქს, პატრიარქმა რო გაიარა. რატომ იცი? რაც მათ უნდა და ეს ვერ მოისმინეს პატრიარქისგან, მაგრამ პატრიარქმა უფრო შორს გაიხედა. იმიტომ რომ იცოდა ამას რა მოყვებოდა, რა შედეგი მოყვებოდა, სისხლი დაიღვრებოდა, კიდევ ქართველების სისხლი დაიღვრებოდა. ისე იმდენ რომ არავინ არაფერს არ დათმობდა. და ქართველი ქართულსაც და ისვის მხარესა პატრიარქს მნიშვნელობა ჩემ მე რომელთიც მომაჭრია, ნეს ჩემს მნიშვნელობა არ აქვს. იმ მხარიდან დაიღუპება ადამიანი თუ ამ მხარიდან დაიღუპება ჩემს მნიშვნელობა არ აქვს, ორივე ჩემი შვილია. ისიც და ეს ჩემი შვილია. და არც ერთიც მოჭრა არ მდებდო, ყველა ერთად მეტკინება. ორივე ყველა ერთად მეტკინება და პატრიარქი ესე უყურებდა ამას, ადამიანები ამას ვერ იგებენ. ძალიან ხშირად ამის გამო ძალიან ხშირად პატრიარქი განკითხვის საგანი განხვდარა იმ ადამიანებისაგან. და მათ არ ესმით ეს და ძალიან რთული ახლა გააგებინო შენ დღევანდელი დღით საზღვროდა პატრიარქი ხვალინდელი და ზეგინდელი დღით საზღვროდა ამ ყველაფერს. და ამას ძალიან ხშირად ვერ იგებდნენ ხოლმე და ძალიან ისე მარტივად ვიღაცები საუბრობენ ამაზე და ეს ძალიან ის აი ჯერ ადამიანი ჯერ უბრალოდ ისეთი ადამიანი საუბრობდეს მართლა ვისაც შეიძლება რამე ღვაწლი ქონდეს და ვისაც ღვაწლი აქვს ისე ვეღარ ესაუბრებს. იმიტომ რომ იმის ფასი იცის. მან ფასი იცის. მან შრომის ფასი იცის და მან იცის ის მან რამდენი რამე გადაიტანა ამის საფასურად. რამდენი რამე აკეთა იმისთვის რომ ის აქამდე მისულიყო, მას აქამდე ესეკეთებინა. თუ ძალიან რთული ესე მარტივად ვილაპარაკოთ ამ თემაზე და ესე მარტივად შეეხო მის ცხოვრებას და ძალიან ბევრი იმდენი თემა იმ პატრიარქს რო ვისაუბროთ, შეიძლება დღე რამდენიმე დღე დაგუჭირდეს რომ ამაზე ვისაუბროთ. მის ყველა იმას რო შევეხოთ, სად როგორ გააკეთა, როგორ იქცეოდა, რა შედეგები მოიტანა მის მდგომარეობამ, დღეს ამ მდგომარეობა ეკლესიაში, კიდევ რამდენი რამე კიდევ სამუშაო, რამდენი რამე კიდევ გამოსასწორებელი, რამდენი საბრძოლია, მაგრამ საიდანაა დაწყებული. შენ დღევანდელ დღეს რო ხედავ ამას, ხო? ის საიდანაა დაწყებული, იქიდან გაზომე. იქიდან გაიგე ჯერ ეს ყველაფერი. რამდენ შრომის ფასად დაჯდა ეს. ვიღაცა წარმოიდგინა სახლს რო ააშენებს და მე მეორე შევა სახლში გარემონტებულ სახლში და დაიწყოს ეს შპალერი ეს შეიძლება და ესე დაგეკიდა ეს შპალერი და ესე კი შეგაკეთებია. შენ გარგი ახლა რო ლაპარაკო გაკეთებულ სახლში და შენ შპალერი კი არაფერი არ არსებობდა აქ. ჯერ ააშენე შენი სახლის გააკეთე და მოდი მე ვილაპარაკე როგორ უნდა გააკრა მე შპალერი იმ სახლში და ახლა რო ლაპარაკობ ამაზე ამ ხელ კარგია ეს შენ გამოცვალე ეს მე შენ დამეხმარე როგორ უნდა გამოცვალოთ იმას მე ნუ დამეწუნებ ამ საკუთარ რომ მე რაც მასალა მქონდა იმით გავაკეთე ეს ყველაფერი და შენ თუ უფრო კარგი გინდა მოდი დამეხმარე და ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი თუ რამე შე პრობლემა გაქვს თუ რამის გამოსწორება გინდა მოდი ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ერთად აღმოფრათ ეს ყველაფერის პრობლემები რაც არის და შენ დამეხმარე ამაში და ის როგორ გავაკეთე შენ ამას რატო არ კითხულობ ეს სახლი მე როგორ ავაშენე რა შრომა დამჭირდა საიდან მოვიტანე ეს მასალა იყო თუ არა ეს მასალა არსებობდა თუ არ არსებობდა ეს მასალა რითაც მე სახლი ავაშენე არა ინტერესს ხო აი მე აბა იკითხე ეს რომ საიდან რამდენი შრომის ფასად დამჭირდა ამ ყველაფრის მოტანა და ყველაფრის გაკეთება მე რო ახლა შუსტო სახლი დაუტოვო რო გავაკეთე ყველაფერი და იმას რო აღარ მოწონდეს უკვე ჩემი გაკეთება მოდი შენ უკეთესი გააკეთე მე და მაშინ არ მოგეწონა ხო და მაშინ არ მოგეწონა როცა შენ გააკეთებ და როცა შენ გააკეთებ მე დამიწყე ამაზე ლაპარაკი რა მოგზა რა მოგზა როცა არაფერი არ აქვს გაკეთებული და ფეხი ფეხზე გავს გადადებული და 12 საათამდე გძინავს გაიგრძე და მე ეწოდა ღამე 10 საათამდე მე გძინავს და მე ჩემზე ლაპარაკობ ცხოვრებაში ხო რაღაცას დაწე რაღაცა ვითომ რაღაცა იმას დადებ სტატუსს დადებ რაღაცას იმას ხო რას ნიშნავს ეს აი რა ვერ ვიგებ ამას ვერაფ და ვერც გავიგებ მე იმიტომ ამათ კი არ განვიკითხავ ახლა ამას ლაპარაკობ მე ისინი ძალიან მიყვარს უბრალოდ აი მათთვის ლაპარაკობ ამათ რომ მათთვისაა ცუდი ცხოვრებას ესე რო იწყებ ახალგაზრდა ბიჭი პატარა ბიჭი ამით რო იწყებ ცხოვრებას რითი გააგრძელებ მე ცხოვრებას რითი დაამთავრებ მე ცხოვრებას როცა არ გესმის რა ცხოვრების წესი ცხოვრობ შენ ვიზე რა უნდა ელაპარაკო ჯერ მანახე შენი საქმეები რა გაქვს გაკეთებული და მე ვისაუბროთ რისი გაკეთება შეგიძლია შენ და რა შეგიძლია რომ ვისაუბროთ მე შეიძლება დავილაპარაკოთ ამ თემაზე მაგრამ ვიც საქმეს აკეთებს მამო ის გამორიცხულია არგანიკით არც არა პირიქით უდიდეს სიყვარული და პატივისცემა გაუჩნდება ეგრევე როგორც კი შეხედავს მის გაკეთებულ საქმეს და გაეცნობა მის ცხოვრებას და ნახავს იმ დროინდელ ეპოქას უცა პატრიარქი მოღვაწეობდა იმას კი ანიშნავს რომ მის წინა პატრიარქის არაფერი გაუკეთებია არა ძალიან ბევრი რამე გააკეთეს მის წინ პატრიარქმა თუნდაც პატრიარქმა დავითმა პატრიარქმა ეფრემმა პატრიარქმა მელქისედეკმა ყველამ მათი შრომის შედეგი იყოს ყველაფერი უბრალოდ ვისაც იმ მომენტში რა საშუალებაც მეეცა მათ ისინი გააკეთეს ეს ანიშნავს მე ზოგჯერ გული მწყდება იმას რომ აი ეკლესია საერთოდ არ არსებობდა ამას რომ ამბობენ იმიტომ რომ მაშინ ეს ნიშნავს რომ პატრიარქი ეფრემის ის კნინდება პატრიარქი დავითის ის კნინდება თუნდაც მათ გააკეთეს რომ პატრიარქი მოიყვანეს რო არ ყოფილიყო პატრიარქი ეფრემი პატრიარქი ვერ გახდებოდა ვერასოდეს მან პატრიარქი ეფრემის პატრიარქი დავითის მელქისედეკის დამსახურება იყო რომ პატრიარქი მოვიდა პატრიარქად მათ დაასხეს ხელი დიაკვნად უფლად მათ გაზარდეს მათ ხელში გაიზარდა პატრიარქი და ეს მათი შრომის ნაყოფია რომ ესეთი პატრიარქი მივიღე ჩვენ და ესეთი პატრიარქი გვყავს
მათი დამსახურება ესეთი პატრიარქი. ხო და ამიტომ ძალიან რთულია ეს ლაპარაკიც, რომ აი მანამდე ეს იმიტომ რომ უდიდესი საქმეა და მოდი შენ იმაზე მეტი გააკეთე მე ხვალდაზე. და პატრიარქი ვინც გადახედავს იმას, რა მდგომარეობა დახვდა პატრიარქს და რამდენი ეპისკოპოსი დაიწყო პატრიარქმა მოღვაწეობდა, რამდენი უგდლით და დღეს რამდენი სასწავლებელია, რამდენი ისა და დღეს რო ნახავენ ამ ყველაფერს, მე ვინმე დაილაპარაკოს ეს, რამდენი რამე გააკეთა პატრიარქის ხელში. ამ რაც სამ საუკუნეში ტაძრები აშენდა, საქართველოს არსებობის მანძილზე არ აშენებდა ტაძარი. აი ერთი საუკუნეზე და ამდენი ტაძარი, ყველა სოფელში ტაძარი აღდგა თქმის სამ საუკუნეში. მე 21 საუკუნეს დასაწყისში და მე 20 საუკუნის ბოლოში. თითქმის ყველა სოფელში ტაძარი აღდგა. რამდენი გაიზარდა სასულიერო პირობის რაოდენობა, რამდენი მღვდელია, რამდენი სასულიერო პირია დღეს უკვე. რამდენი ეპისკოპოსია. ეგ აბრაზებთ. რამდენი სასწავლებელი გაიხსნა, რამდენი შრომა მიმდინარეობს ამ სასწავლებლებში, როგორ შრომობენ ეს ადამიანები, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხოცოს ყველაფერი, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ყველაფერი, რამდენი შრომა მიდის ამას. და ეს ვისი დამსახურება? მე რომ მღვდელი ვარ, ვისი დამსახურება რომ სასულიერო პირი ვარ და ჩემი ნარკვევი რამდენი სასულიერო პირია ნაკურთხი და ვინ მოგვიყვანა ჩვენ ეკლესიაში? ვისმა სიყვარული მოგვიყვანა ჩვენ ეკლესიაში? რამ განაპირობა რომ ჩვენ დღეს ტაძარში ვარ და რამ განაპირობა ის რომ ჩვენ დღეს ადამიანთა შეხება და ურთიერთობა გვაქვს? პატრიარქის დამოკიდებულება. მე პირადად პატრიარქის სიყვარულმა მომიყვანა, იმიტომ რომ მე ჯერ ღმერთი არ მესმოდა. და პატრიარქის სიყვარულით მოვედი რომ ხედავდი მის თუნდაც ამ გარეგან დამოკიდებულება, მე ჯერ ფიზიკურად რაღაც მარტო რომ შეხედავ პატრიარქს ეგრევე აი ეგრევე განგაწოს რომ ეგრევე შეგაყვარებს და იმას ხო გილაგდა ყველა და მე უკვე მის ხორებას რო ეცნები საერთოდ უკვე სხვანაირი განწყობა გვაქვს მის მიმართ და ეკლესიის მიმართ. რა ვიცი თუ არა ეს ბავშვები კარგია საი მამაოს სწორედ ეს მინდოდა რომ იმ ახალგაზრდებს მინდოდა რომ აუცილებლად აი მენახებინა რომ ესეთი სკოლა არის მოძღვარი და სადაც ეს ბავშვები იზრდებიან და აი მინდა რომ აი ესეთი ბავშვები ძალიან ბევრი გაიზარდონ რათა შემდეგ რაღაც განკითხვაში და იმაში არ მოვიდნენ და მე აუცილებლად მინდოდა ეს ბავშვები წარმედგენენ და მე კიდე წარვადგენ მინდა რომ ლექსები გვაქვს ჩვენ მამა გიორგი თეოდორაშვილის დაწერილი ლექსი არის ძალიან ლამაზი და მაგარი ლექსი არის და მინდა რომ ჩვენ უწმინდეს აქედან მიუძღვნა და თუ აი ლუკა ქვია და ცეზარი მეორეს და ძალიან კაი ადამიანები არიან, კაი სკოლა არის. მადლობა თქვენ მშობლებს, თქვენ დირექტორი ყავთ, ქალბატონი, ჯერ მოძღვარი რო ქვია სკოლას, როგორი არის? ქალბატონი მანანა გაბათაშვილი და დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ აი ესეთ ბავშვებს დით და რა ვიცი, წარმატებებს და ყველაფერი კარგს გისურვებთ და ლუკა თუ შეიძლება რომ აი ლექსი წავუკითხო ჩვენს უწმინდეს რა. იმდენი ითქვა და დაიწერა. ვეღარ გავბედე მომეთხრო შენზე. დავადები და მბრძენო ირაკლი. დაწინდული ხარ ჭეშმარიტ ღმერთზე. მთელი ცხოვრება ცრემლით და ლოცვით. პატრიარქობდი ბედნიერ ერზე. მრავალ ჟამიერ მამამთავარო. მირონი გეცხოს ჭაღარა წვერზე. გველა ლერსები არ გვიბრასდები. ნათელი გადე უძირო ბნელზე. ზიანი ღამე გვაჩუქე შვილებს გეტირებოდა შინაურ მტერზე. დავიღალეო წამოქს და ერთხელ და მაინც ლოცობ უმადურ მრევლზე. დიდხანს იყავი ნუ მიგვატოვებ გეამბორები კურთხეულ ხელზე. იყავი ღუზა ოკეანეში მიგვანიშნებდი გაბრიელ ბერზე. ხშირად სელმებით ათევდი ღამეს უღელი გედგა კურთხეულ ქედზე. ილიას ყველაზე დააბიჯებდი მუდამ ფიქრობდი სამშობლოს ბედზე. ღმერთი მამული ადამიანი რწმენით დაწერეს ამოთხის ხეზე. ურწყინვალესი ხარ გარეგნობით, ჯვარპანაღია გამშვენებს მკერდზე. არ გადახრილ ხარ მარჯვნივ და მარცხნივ, მყარად იდექი დიდ გორის ველზე. იგერიებდი მწვალებელ მხეცებს, ტკბილი იესო გეხატა კვერთხზე. აც და მარადის ტკბილა მოხვცო, პავლეს არტყელი გარტყია წელზე. ძალიან დიდი მადლობა ლუკა, რა ვიცი. ულამაზესი ლექსია და კი მამა გიორგი არის, მამა გიორგის ლექსია, ხო? თეოდორაშვილის საოცარი ადამიანია, ჩემი მეგობარია მამა გიორგი, ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, იმიტომ რომ უთბილესი ადამიანი და სულთან იგრძნობა დამოკიდო მამა გიორგის აი რა საზგზნოს მისი უწინდესობის მიმართ და ამ ლექსში გადმოცემულია ეს ყველაფერი თუ რა სიყვარული აქვს მისი უწინდესობის მიმართ და მამა გიორგი მარტო ამ ლექსში კი არა თავის ცხოვრებითაც აი რასაც ვამბობდით რომ ცხოვრებით უნდა შეუწმდეს პატივი მამა გიორგია ეს ადამიანი ვინც თავისი ცხოვრებით ცემს უწმინდეს პატივს და ისეთ სიტყვით და იმით იმიტომ რომ ერთგული მღვდელმსახურია და ძალიან სიწმინდით ეპყრობა ამ დამოკიდებულებას და ძალიან ბევრს იცის რომ ჟავრდებულების განყოფილების უფროსები რომელიც პატიმრებთან ურთიერთობებში არის და ძალიან ბევრ პატიმარს ეხმარება მამა გიორგი ძალიან დიდი სიყვარულით და მთელი ერთგულებით ემსახურება საქართველოს ეკლესიას და ой ვარვით მამ ძალიან მომეწონა მამა გიორგის ეს ლექსი და ძალიან კაი ლექსია ცეზარი მოდი შენც ეს ლექსი და შემდეგში იმას ვქნათ რა ლექსი აი რაღაცა პატარა იმისავით თუ იტყვი დიახ
თქვენ რომ არსებობს ჩვენ მაგის ცოცხლობთ, ჩვენი სუნთქვა ხართ მუდამ. ღმერთმა თქვა იხილოს ერმა ქართულმა ეს ხომ უწმინდეს უნდა. ბევრს ყოფილა ამ ტაძრის მცველი, მათ ხომ თქვენ ზრდიდით მუდამ. ბევრს თქვენ გვაძავთ ვიყოთ ამ ქვეყნის სასიყვარულოდ მუდამ. ჩვენო იმედო, როგორც ვამბობდით, ჩვენი სუნთქვა ხართ მუდამ. ღმერთს ვთხოვ ეს სუნთქვა ნუ მოგვეშალოს და სულ გვასუნთქოს მუდამ. კაი, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბავშვი. გაიხარეთ უღრმესი მადლობა. მამა, აი რა შეიძლება რო იყოს, აი ცრემლობა, გიორგი, ესეთი ისა. თუ შეიძლება ერთ რაღაცას პატარას ვიტყვი, რომ ადამიანები წინათ ვინც ცუდად იქცეოდნენ, ეკლესიას ექცეოდნენ ცუდად, ეს ადამიანი მე ერთ-ერთი შემხვდა შემთხვევით, სამარშრუტო ტაქსში და ესე მითხრა, რომ დღესო მე უწმინდესიო, მინდაო, რომ აი ახლოს მაინც ვიხილო რაღაცნაირად და ადრე მასთან ერთად საკვების მიღებასაც არ ვკადრულობდით, თუ ესეთი პერიოდი იყო. ნუ რაღაც სადღაც სტრუქტურაში სადღაც მუშაობდა, წარმოიდგინე და ანუ მიჭრილები ხო იყვნენ რაღაცნაირად ისე და იცი რა უთქვია, უწმინდეს დაუნახავს ეს ადამიანი და ესე მისვლა და გეხვეწებითო მეო თქვენო დედას და მამას ხო არ გილანძღავთო და ჩემ ღვთისმშობელსო ნუ რასდეს ნუ გამილანძღავთო და წარმოიდგინე რა დრო აქვს გავლილი რა ეხა ჩვენ რო ესე რაღაცა ლაღაც რომ მოვედით და რა კაი არის ხო ისა რა ქვია რაღაცა წყნაროდ გავართ ეკლესიაში რეები აქვს გავლილი რომ ადამიანს როგორ მისულა თურმე და ესე უთქვია მეო თქვენ მშობელსო ხო არ ვეხებიო და თქვენო ჩემ ღვთისმშობელსო ნუ ლანძღავთო და ისინი აქვს ნასმენი და ის აქვს გადატანილი მამაო და რა ვიცი თუ შეიძლება მამა ძალიან რთული ეპოქა მოუწიათ გიორგი მის წესო განსაკუთრებით იმ სასრულო პირებს რომლებიც მის წესთან ერთად მოღვაწეობდნენ და დაიწყეს მასთან ერთად მოღვაწეობა ადრე მის მგლობა დღეს შეიძლება ვიღაც პატივადაც იყოს და ჩვენ მაგათ მე პირადად ძალიან დიდი სიტყვებით გვექცევიან ჩვენ სასრულო პირებს დღეს ქუჩაში რაღაცა ადრესი არ იყო მგლობა არ იყო ესე ხო მგლობა დასაცინი იყო ადამიანები დასცინოდნენ რაღაცა კაბა გაცვია რაღაცა სხვა გაგებით ეს და ესე უდგებოდნენ ამ ყველაფერს და ძალიან რთული პერიოდში მოუწიათ მოწყოს მოღვაწეობა ანუ დაწყება ამ პერიოდში კომუნისტური პერიოდი წარმოიდგინე როგორი რთული პერიოდი და როგორი დამოკიდებულებები იყო ანუ ეს ფილმები რა ფილმები იყო გადაღებული ოხროხინე მოდელი რაღაცა ესე უდგებოდნენ და რაღაცა ესე ლაზარეში როგორ წარმოჩენილი რაღაც ძალიან ბევრი ისეთი ის იყო რაც აი განაპირობებდა ამ მგლების მართ ამ დამოკიდებულებას ადამიანებში ეს ღვთისმალი ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ახლა კიდევ სხვა ეტაპი დაიწყო რაღაცა ახლა პირიქ რაღაც ისევ დაიწყეს ამ რაღაცებს მგლებზე რაღაცა მოდაშივი შემოვიდა დღესაც რო პირების განკითხვა დამოკიდებულება ძალიან ის არის უბრალოდ აი მართლა რთული პერიოდში მოუწეთ ამ ადამიანების ცხოვრება და რთული პერიოდი ახლა დღეს სანამ აქ ამოვიდეთ თქვენ ვიდეო და პატარა 5-6 წელს ბავშვი პატარები გამოვიდნენ ესე გამოვიდეს და ცე მოვიდა რომ მივესალმო მოვიდნენ და მამა დამლოცე რაღაცა პატარა ბავშვები წარვი რაღაცა როცა კურთხევა აიღეს ამ ბავშვებმა ისეთი სიტყვაზე ზრდამით აი ქუჩაში მიდიხარ და ვიღაცა მოდის ეს ახალი თაობა ეხლა ბავშვი აქვს ჩვენთან ერთად რო არიან ახლა წარმოიდგინე რამდენად დიდი იმედია ეს რომ ესენი გაიზრდებიან ეკლესიურებად ეკლესიური ადამიანი პრობლემა შენ ცხოვრებაში არ შეგიქმნეს ოღონდ ეკლესიური როგორ იცი სწორად ეკლესიური ადამიანი ვინც არის ეს მოჩვენებული შეიძლება ადამიანი ეკლესიაში დადიოდეს და ეკლესიური ჯერ კიდევ არ იყოს მე ვიძახთ ადამიანი სწორად იზრდება როცა ადამიანი სწორად ესმის ქრისტე და ეკლესიურობა პირიქით სახელმწიფო და ეს დაინტერესებული უნდა იყოს იმით რომ ეს ხალხი ძალიან ბევრი იყოს იმიტომ რომ თუ ადამიანი ეკლესიურია ეკლესიურ ადამიანს კერეშინი ამას შერას ფიქრობ იმის კერავს ეკლესიური ადამიანი ფიქრობს იმაზე რომ ღმერთის თვალში მის ცხოვრება მის მოსაწონი იქნება თუ არ იქნება მოსაწონი ანუ მე ვიცი მაგათად მე რო თუ საქმეს ჩავდივარ და მას ვერამ ვერ დაინახავს ხო ღმერთი ამ საქციელს დაინახავს მე რო გონებაში რაღაცას ფიქრობ არაწმინდას მე ვიცი რომ ღმერთი ამ ჩემ არაწმინდა ფიქრებს ხედავს და ისმენს ის მაგათად მე რო შენთან სახში რომ მოვედი და ფიქრობ მაგათად აი შენს ოჯახს ძალიან ცუდა და არაწმინდა და ამ დროს პირში გეფერები ღმერთი ამას ხო ხედავს და ამას ყველაფერს გამოაჩენს და ქრისტიანი ადამიანი ესე ფიქრობს და თუ რამე ეს რამე შეეშლება მე მთელი ცხოვრება ამის სინანულში რომ ეს ცხოვრება რაღაცით შეცვალოს ანუ ქრისტიანი ადამიანი საშიში არ არის სწორად ვინც ეკლესიური სწორი ცხოვრებით ცხოვრობს ის არ სამსახურშია საშიში არც არაფერს საშიში პირიქით ესეთი ადამიანები ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებენ მაგრამ ჩვენი პრობლემა რა იყო აი ეკლესიური ადამიანის პრობლემა რა არის რაც დღეს რამაც გამოიწვია თუნდაც ნაწილობრივად დამოკიდებულება რომ ჩვენ თვითონ ვაბრყოლებთ ამ ადამიანებს ეკლესიაში პავლე მოციქულის წერია კორინთელებს ეუბნება პავლე მოციქული რომ თქვენგან ბრკოლდებიანო წარმართებიო ანუ თქვენ აბრკოლებთო წარმართებსო თქვენი საქციელი ანუ აი ქრისტიანებს ეუბნება რომ თქვენი საქციელი განაპირობებს იმას რომ მათ უკვე ღმერთი აღარ უნდათო ანუ თქვენაზეც მათ ამისაბობსო
და ის ადამიანები, რომლებიც აი პატრიარქს თვითონ პატივისცემენ და ეკლესიურები არიან და ამ დროს მათი ცხოვრება სხვა არის, ისინი ბევრ ადამიანს აპყოლებენ. და ისო ხედავს, რომ შენ ახლოს ახარ პატრიარქთან, ეკლესიასთან ახლოს ახარ მოძღვარი ხარ, ან სასულიერო პირი ხარ, ან ეკლესიის წევრი ხარ და ამ დროს შენი საქციელი და ეს ძალიან განსხვავებული ერთმანეთისაგან, შენ ამით იმ ადამიანებს აძლევს საბაბს იმისა, რომ მათ იმან არ უნდა ილაპარაკოს, მაგრამ შენ საბაბს აძლევ იმას, რომ მათ ელაპარაკონ. ამიტომ დღეს რომ ჩვენ მის უწმინდესობაზე საუბრობთ, ხო, ჩვენ ეს უნდა გავიხსენოთ, ეს დამოკიდებული უნდა გავიხსენოთ. ჩვენ ყველა მის თემას უბრუნდებით, ყოველ თემას რომ ჩვენი ცხოვრება უნდა შევცვალოთ ამისთვის. აი ეს იქნება ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პატივისცემა გამოხატული მისი უწმინდესობის მიმართ. რომ მიხვალ შევეცა პატრიარქის აი თუნდაც აი ახალწლების დღე არის, ახლა ლოცვა არის, ხო დღეს? რომ მიხვალ იმ ლოცვაზე და ტაძარში კი არ ილაპარაკებ. რომ ტაძარში ილოცებ მისი უწმინდესობის გამო. ხოლო სვეტიცხოვლში ტარდება წირვა. მისი უწმინდესობის ვატარებთ, ტარდება წირვა. ხვალ უნდა დღეს მოხდა ესე რომ თან არის სპირიდონ ტრიამფუტელის სენების დღე, ყველა სულოცავამ დღეს, უდიდესი წმინდანის სენების დღე და არის მისი უწმინდესობის პატრიარქად კურთხევის დღე. რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა ადამიანმა? რითი უნდა გამოხატოს პატივისცემა თავის პატრიარქის მიმართ? რომ შე რომ მიხვალ იმ წირვაზე, ჩუმად დადგები იმ წირვაზე, მთელი არსებით მოусვენ ამ წირვაზე და მთელი წირვის განმავლობაში ითხოვ ღვთისაგან იმას, რომ ღმერთმა უწმინდეს დიდხანს სისხლი აჩქოს. და ღმერთი შეეწევს მის ცხოვრებას. აი ეს იქნება შენი გამოხატულება და შენი პატივისცემის გამოხატვა მისი უწმინდესობის მიმართ. არა ის რომ შენ წირვაზე მიხვალ, იქ ილაპარაკებ, ისაუბრებ, წირვას არ მოусმენ. ირბენ წინ და უკან წირვაზე და მე იტყვი რომ პატრიარქი მიყვარს. როგორ გიყვარს შენ იმ წირვის განმავლობაში ერთი წამითაც არ გილოცია მისთვის. არც გითხოვია მის არაფერი. და ძალიან შედეს ხდება ხოლმე, აი ძალიან გულს მიყავს, რომ ხედავ ხოლმე, რა ხდება ტაძარში ზოგჯერ როგორ მოძრაობენ, როგორ ლაპარაკობენ, როგორ ის აი ეს უნდა ისწავლოს ერმა. ეს და აი ამით უნდა გამოხატოს პატივისცემა პატრიარქის მიმართ. რომ შენ იმ წირვაზე დადგები და თელი გულის ყურით მსახურებას მოусმენ და პატივისცემა ჩვენ უწმინდეს. ამ ყველაფერს და მასზე ილოცებ. აი ხვალაც მინდა ეს თხოვმრელს, აი ვინ წავა ტაძარში, თუ ჩვენ ეს არ აქვს ეს კულტურა, რატოღაც არ ვიცი, რატო არ აქვს ეს არ არის ქრისტიანის აქცია, როდესაც ტაძარში მიდიხარი, ტაძარში წერია ესეთი რამე, რომ ესეთი სიუნში წარწერაცა გაკეთებული, რომ შევიდე სახსა შენსა, თაყვანისე ტაძარსა წმინდასა შენსა, შიშითა შენითა უფალო. ანუ იქ მოწიწები და მორიდებით უნდა შეხვიდე შენ პატივისცემა და გამოხატო და ეს იქნება შენი პატივისცემა გამოხატული მის უწმინდესობის მიმართ. როცა შენ ესე მოიქცევი ტაძარში სიწმინდით პატიოსნებით ერთგულებით ადგები მსახურებას მოусმენ, წირვაზე მე ზიარები, ღმერთს თხოვ მისთვის დღეგრძელობას, სიკეთეს, ყავლობას, აი ეს იქნება მე როგორ შედეგი ჩვენერში. ეს მე ძალიან შედეგს გამოიყევს. და ეს იქნება შენი პატივისცემა გამოხატული შენი უწმინდესი პატრიარქის მიმართ. და აი მე ამით მინდა რომ გამოხატო ეს პატივისცემა ჩემი პატრიარქის მიმართ და თითოეული ჩვენგან ჩემი პატრიარქის ელაპარაკო ყველას ეგონია რომ ყველა ესე მოთხოვ ჩემი პატრიარქი ხო რაღაცა ყველასია და ყველას პატრიარქია და რავი მართლაც ბედნიერები ვართ გიორგი აი არ ვიცი დღეს მართლაც ახლა რო უყურებ ახლა წამოდი ამ ადამიანზე რამდენმა ტკივილმა გადაიარა რამდენი რამე აქვს მონასვენი რამდენჯერ რაღაცა რამდენი ტკივილი რამდენი გაჭირება რამდენი ადამიანის პრობლემა აქვს მოსვენი წარმოდი რამდენი ადამიანის დახმარებია და რამდენი ტკივილი რამდენჯერ ვიღაცას გული მისთვის ძალიან მტკენებია თავის ცხოვრების წესით გიყურებს და გული ტკივა რომ შენ ესეც გიყურებს რომ შენ ესე იქცევი და ამ დროს შენ არაფერს არ აკეთებ იმის რომ მას რაღაც შეუმსუბუქო ეს კი არ უმსუბუქებს ზოგჯერ ჯვარს კიდევ ჩვენ ახალ ჯვარს ვადებთ ხოლმე ჩვენი საქციელით მღვდელი თავისი მკლობით ადებს ჯვარს უწმინდეს მრევლი თავისი მრევლობით და ყველა ადამიანი თავის იმას ჯვარს ამატებს და ამატებს უწმინდეს და ჩვენ დახმარება ეს იქნება რომ შენ მაინც რაღაცა შენ მდგომარეობით შემოსულა გამოდის ახალგაზრდები რომ გაიზრდებიან რომ ესენი სხვა მდგომარეობით გაიზრდებიან ის რაც პატრიარქი რამათის როლოცულს რომ მომავალი სხვანაირი იყოს რომ ესენი სხვანაირები გაიზრდებიან მათ თავენთ ქვეყანა იყარება თავენთ იერი იყარებათ პატივისცემა ექნებათ მათ ღმერთის ქვეყნის ენა მამული სარწმუნოება ამ ყველაფერს მათ პატივისცემა ექნება რომ ადამიანს შეიყარებენ სამშობლოს შეიყარებენ ყველაფერს და ყველაფერს პატივისცემა ექნება აი ეს იქნება რომ ესენი ესე გაიზრდებიან მათ სიყვარული ექნება თუ რომ პატრიარქი სულ ამას გადაგებს სულის დამოკიდებულება აქვს სულ იმაზე ლაპარაკობს როცა ბავშვებზე ლაპარაკობს ხო იყო რომ აი ბავშვები ესე თბილად და სულად უნდა მოიქცნენ და ბავშვებმა კარგად უნდა ისწავლონ რაღაცა უდესი ყვარული ეს ყველა სიმარ და მინდა გიორგი დავლოცო ყველა ვინც ამ გადაცემას უსმენს ხო უკდრო იწურება და ვინც ამ გადაცემას უსმენს ვინც ამ გადაცემას მოусმენს ვინც არ უსმენს ღმერთმა მთელი ჩვენი ქვეყანა დავლოცოს გიორგი ღმერთი შეეწიოს ჩვენი პატრიარქი დაგვილოცოს ღმერთმა ძალიან დიდხანს გვიცოს ხოს მისი თავი თითოეულ ჩვენთაგანს და შეეწიოს მას წმინდა
სპირიდო ტრიაფუტელის მადლი, ილია მართლის მადლი, ილია წინასწარმეტყველის მადლი და დაიფაროს მათმა მადლმა ჩვენი პატრიარქის ცხოვრება და ღმერთმა გაგვიძლიეროს, ღმერთა დიდხანს გვიცოცხლოს მესი თავი თვითონ ჩვენთაგანს და ღმერთი შეეწიოს ჩვენ ქვეყანას და მახალგაზრდებს ვინც აქ არიან და თქვენ თანატოლებს ღმერთი შეეწიოს და გაგეხაროთ ღმერთო ყველანი და ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეთ არასდროს. დიდი მადლობა დღევანდელი დღეს. რასაც პირიქით მადლობა მამო, ხვალ სვეტი ცხოველში იქნება, ხო წინა ძალიან ბევრი ადამიანი. ბევრი ადამიანი ვერ წავა და რაღაცა ბევრს უნდა მამაო და ხან მე აქედან ვამბობ ხოლმე ეს რაღაცას რა ვისაც შეუძლია სიტყვაზე ვისაც რაღაცა საშუალება აქვს გაჭირებულოს პატრიარქის სახელზე 10 თეთრი იქნება ეს თუ ნებისმიერი აი რაც არ უნდა კონდეთ დაეხმარონ აი თუ ერთი ვაშლი რო იყოს მიაწოდონ და აი პატრიარქის პატივისცემა თუ უნდათ აი პატრიარქის სახელზე რაღაცა მოწყალება გაეცით და კარგი იქნება თვითონ აი მე ჩათვალეთ რომ უფრო მეც გააკეთებთ ვიდრე იქ რო ვერ ჩახვალთ მაგი და თუ ჩახვალთ ხო თლათ უკეთესი კიდე და ორივეს ერთად გააკეთეთ რა ვიცი და ილოცეთ ხოლმე ხშირად და რათა ისევ თქვენ იყოთ კარგად იმიტომ რომ ეს ადამიანი რო გვეყოლება ისევ ჩვენ ვიქნებით კარგად და მადლობა ღმერთო აი პირველად მომობ ესეთ სიტყვის მაგრამ აი ღმერთო ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ადამიანი საერთოდ მე დამანახე ამ ქვეყნა და მადლობა მამაშალვა მადლობა ლუკა ცეზარი ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ კარგად ზანდებოდეთ მე სამშაბათს აღამოს ღვთისნახევარზე დაგიბრუნდებით ჩემი სტუმარი გახდათ მამაშალვა კეკელია მე გახდით გიორგი დარასელია ეგ ბიჭები და არაჩვეულებრივი ბავშვები სკოლა მოძღვრიდან იყვნენ და კარგად ზანდებოდეთ დროებით